მოგესალმებით. წინ საინტერესო კვირა გველის, რომელიც კუროს სეზონის ბოლოს სრულ პერიოდს მოიცავს. კვირის დასაწყისში თევზების მთვარე დამამშვიდებელ ძალად მოგვევლინება, რაც ყველას ძალიან გვჭირდება. მთავარი მოვლენა კი კვირას მარსის ახალ ნიშანში გადასვლა, რაც ჩვენს სურვილებსა და მისწრაფებებს სრულიად შეცვლის. დროა ფოკუსირდეთ დიპლომატიაზე, რათა მარსის იმპულსური გავლენა დააბალანსოთ. რომანტიკული ენერგია პიკს აღწევს, იმატებს სტაბილურობის ძიების სურვილი. კომუნიკაცია მარტივდება და ახლის სწავლის სურვილი გვიძლიერდება. ვერძი. ნუ იჩქარებთ. ამ კვირაში აჩქარებით ვერაფერს მიაღწევთ. ორშაბათი მედიტაციისა და ოცნებების აღმოჩენის დღეა. შაბათს, კუროს ახალი მთვარისას, თქვენს ფინანსებში ტრანსფორმაცია იწყება. გამოიჩინეთ მოთმინება, კონცენტრირდით დაზოგვაზე და შეწყვიტეთ უაზრო ხარჯვა. შაბათ კვირა კი ახალ თავგადასავლებს გვპირდებათ. კურო. თქვენი მეგობრები თქვენი ნიჭის გამოვლენაში დაგეხმარებიან. კვირის შუა რიცხვებში დაიცავით თქვენი საზღვრები და დაისვენეთ. შაბათს, თქვენს ნიშანში ახალი მთვარისას, თავს გაბედულად იგრძნობთ დროა თქვენი ბედი თავად მართოთ. კვირა კი წარმატებისკენ სწრაფვასა და ახალ გეგმებს მოგიტანთ. ტყუპები. პროფესიული წინსვლისთვის საფუძვლის განმტკიცებაა საჭირო. საბოლოოდ დაინახავთ თქვენი ხანგრძლივი ძალისხმევის ნაყოფს. შაბათ კვირა მიღწეული შედეგების და ფიქრების პერიოდია. თუ მდგომარეობა არ მოგწონთ, შეცვალეთ აზროვნება, თქვენი მომენტი აუცილებლად დადგება. კირჩხიბი. გაანალიზეთ ბოლო 1 წლის გაკვეთილები. კვირის შუა პერიოდი ლიდერული თვისებების გამოვლენაში დაგეხმარებათ. თქვენი ურთიერთობები სულ უფრო ძლიერდება. შაბათ კვირას კომპრომისზე წასვლა გაგიადვილდებათ, რაც ნებისმიერ გაუგებრობას მოაგვარებს. ლომი. კვირის დასაწყისი სასიამოვნო აღმოჩენებს გვპირდებათ. ვერძის მთვარე გაიძულებთ, ჩარჩოებს გარეთ იფიქროთ. შაბათ კვირა გამარჯვებისკენ გიბიძგებთ, პროფესიულ სფეროში თქვენს ნიჭს ბადალი არ ჰყავს. იბრძოლეთ თქვენი ოცნებებისთვის, ახლა ამის დროა. ქალწული. თქვენს ურთიერთობებს მეტი მზრუნველობა სჭირდება. კვირის შუა რიცხვებში გაუმკლავდით შიშებს და ნუ მისცემთ წარსულს თქვენი შეკავების უფლებას. შაბათს ახალი მთვარე დაგანახებთ, ვინ არის თქვენი ნამდვილი მხარდამჭერი და რატომ უნდა იყოთ პრეტენზიული გარემოცვის მიმართ. სასწორი. დახვეწეთ თქვენი ყოველდღიური რუტინა. სხვებთან მუშაობისას იყავით მაქსიმალურად დიპლომატიური. დაფიქრდით შერიგებაზე, თუ ბოლო დროს რაიმე დრამა მოხდა. შაბათ კვირას ახალი ინფორმაციისა და ფილოსოფიების შემოდინება თქვენს აზროვნებას განავითარებს. მორიელი. კვირის დასაწყისი სიმშვიდეს მოგიტანთ, თუმცა შუა კვირაში ყოველდღიური ცხოვრების განახლება დაგჭირდებათ. შაბათს თქვენი ურთიერთობების სექტორი გააქტიურდება. მოემზადეთ ღრმა ემოციური სამუშაოსთვის, მედიტაცია ან დღიურის წერა ამაში ძალიან დაგეხმარებათ. მშვილდოსანი. ნათელი გახდება თქვენი პროფესიული ან აკადემიური მიმართულება. კვირის შუა პერიოდში ახალი შთაგონებით დაუბრუნდით გადადებულ პროექტებს. ვენერას ენერგია დაგეხმარებათ გაუგებრობების მოგვარებაში. შაბათ კვირას შესაძლოა ძველმა ან ახალმა სასიყვარულო ისტორიამ გაგიტაცოთ. თხის რქა. ჩაწერეთ თქვენი შემოქმედებითი იდეები. სახლში ემოციები აკონტროლეთ და ოჯახური წყენა ეფექტური კომუნიკაციით მოაგვარეთ. შაბათს რომანტიკული ენერგია სიყვარულის რწმენას დაგიბრუნებთ. არ დაგავიწყდეთ დასვენება და საკუთარ თავზე ზრუნვა. მერწყული. თქვენი აზრის გამოთქმა გაგიადვილდებათ, თუმცა სხვების ემოციებიც გაითვალისწინეთ. შაბათიდან ახალი პერსპექტივებისა და შესაძლებლობების მომენტი დგება. მომდევნო თვეებში ახალი ოცნებები ჩამოგიყალიბდებათ. კვირის ბოლოს შემოქმედებითი ხედვის განსახორციელებლად დინამიური ენერგია მოგემატებათ. თევზები. კვირის დასაწყისში თქვენს ნიშანში მყოფი მთვარე მხარდაჭერასა და ხელმძღვანელობას გვპირდებათ. შაბათ კვირას ახალი გეგმების შემუშავება დაიწყეთ, თქვენი ცხოვრების არქიტექტორი ხდებით. ეს არის განმანათლებლობის პერიოდი, რომელიც ოჯახთან და მეგობრებთან დაგაახლოებთ. გისურვებთ წარმატებულ და ტრანსფორმაციულ კვირას. არ დაგავიწყდეთ ვიდეოს და ლაიქება და გვერდის გამოწერა მეტი ასტროლოგიური სიახლისთვის.